მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ ყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინგლაძე ვარ. Deep State-ის გავლენებზე ისაუბრა აღამის კურიერის პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით. ახლა უკვე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს იმ არაფორმალურ გავლენებსა და მანიპულაციებს, რაზეც საქართველოს ხელისუფლება აქამდე საუბრობდა. პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ იმ პირთა 99%, ვინც დღეს რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს, დამოკიდებულია გარე ძალებსა და Deep State-ზე. სამაგალითოა, რომ ჩვენთან დაიწყო ამ პროცესებთან ბრძოლა, Deep State-ს და ჩვენ მაშინ გლობალური ომის პარტიას ვარქმევდით და დღეს უკვე ამერიკის არსებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის ამით დაკავებული, მათი მხილებით, ხო? აღარაფერს საუბრობ ვისაიდზე, ნეტზე, იმ ფონდებზე, რომელიც პირდაპირ დაფინანსებული არიან ეს ორგანიზაციები, სადაც ამ ყველაფრის გამხორციელებელი იყვნენ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. პირველი მაშინდელი ამერიკის ელჩი იყო, რომელმაც ეს კანონი შეაფასა, როგორ ეს იქნება რუსული, მან მისცა ბიძგი ამ ორგანიზაციებს, ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მე დავარქვევ ამას. ჩვენ წინა დღეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მან ეს განაცხადა და შემოგვითვალა, რომ არ მომხდარიყო ამ კანონის ინიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით ესეთ ზეწოლას და პრინციპში განხორციელდა კიდევაც და ჩემთვის გასაკვირი იყო, ნამდვილად არ ვიცნობდი ამდენი ორგანიზაცია თუ არსებობდა დამოკიდებული ამ ძალებთან, ეს არის Deep State, ამაზე ვსაუბრობ. დღესაც ესე გრძელდება. ეს იარლიყის მიწებება და მაშინ მთელი, ასე ვთქვათ, ეს ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც ამით იყო მოწამლული, ხო, მე ნელ-ნელა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ რეალობას დაბრუნებოდა და სიმართლე გაიგო საზოგადოებას. ვინც კი დღეს ამ რადიკალურ ფრთაზე აქტიურობს, გინდა, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, გინდა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, აქტივისტები, ვინც არიან, იქ პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები და შემდეგ. ყველა, აი შემიძლია 99%, 1% კარგი დავხვდები, ყველა არის დამოკიდებული გარე ძალებთან. ეს არის Deep State და როცა უნდათ რომ ეს როდის უნდა მოხდეს, იცი, მათი მხილება, როცა ისინი ხილიქს იწყებენ. ესე იგი, სწორად მიდის გზავნილები მათი მიმართულებით. დამატებითი განმარტებები Deep State-თან დაკავშირებით გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჭირო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ყოფილ პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზეც, რომელიც მთავრობის მეთაურის განმარტებით გლობალური ომის პარტიის მხრიდან მიღებულ დირექტივებს მიყვებოდა. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა ამ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. და ეს ფაქტი იყო, ხო, რაც საზოგადოების თვალწინ მოხდა, ყველა ვაკვირდებოდით, როგორ გამოიყენებოდა ზუსტად ეს ფონდები და შესაბამისი დაფინანსება საქართველოს რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მიმართულებით არის სხვაგვარად საქმე, აქ არ ყოფილა არავითარი აღიარება და პირიქით კონკრეტულმა ძალამ, გლობალურმა ომის პარტიამ, Deep State-მა სცადა, რომ ამერიკიდან აქცენტი გადმოიტანა სწორედ ევროპაზე. თავიდან, პრინციპში დამოუკიდებლად მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. 2019 წელს მას ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა, როგორც ერთი ისე მეორე ოჯახის წევრის და მის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი, გაყვა დირექტივებს, რომელიც მოდიოდა Deep State-ის მხრიდან, გლობალური ომის პარტიის მხრიდან. და ეს კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა 2022 წელს, პირდაპირ ჩაერთო ომის, ასე ვთქვათ, რიტორიკაში სალომე ზურაბიშვილი, ისიც მხარს უჭერდა მათ შორის კულუარული შეხვედრები, როცა იმართებოდა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას და ეს შემდეგ ამ ყველაფრის ღია მხარდამჭერი იყო. შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის ხმაურიანი განცხადება Fox News-თან. ტულსი გაბარდი ამბობს, რომ Deep State-ი მას მუშაობის პროცესში წინააღმდეგობას უწევს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2016 წელს შტატების არჩევნებში რუსული ჩარევის ბრალდება გამოგონილი იყო და ამის უკან Deep State-ი იდგა. საქმის მასალები თეთრ სახლში შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს გააცნო. კაბოლდი არ გამორიცხავს, რომ არსებული მასალებიდან გამომდინარე ბარაკ ობამა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საკითხის გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფი შექმნილი. უნდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იყო, რადგან დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს Deep State-ის წინააღმდეგობა. თუმცა საბოლოოდ გაგუჩნდა ინფორმატორი, რომელმაც ამ ამბავში ზოგიერთი კრიტიკული დეტალი მოგვაწოდა. ჩვენ შევძელით ამ დოკუმენტების აღმოჩენა და პოვნა, რაც ნამდვილად მიუთითებდა იმაზე, რომ პრეზიდენტმა ობამამ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელებს ჯეიმს კლეპერს და ჯონ ბრენანს 2017 წლის იანვრის დაზვერვის შეფასების შემუშავება დაავალა. ჩემ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მოგვაწოდა მრავალი ფუნდამენტური მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნა დასკვნა. მას სურდა ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა. დაზვერვის საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ ინფორმაციამ დღის სინათლე იხილოს. მე ვიდექი თეთრი სახლის ბრიფინგის დარბაზში და ვუსმენდი უცნაურ კითხვებს, რომლებიც მედიის გარკვეული წევრების მხრიდან ისმოდა, კითხვებს, რომლებიც ცდილობდა გადაეტანა ყურადღება და გადაეფარა ეს ისტორიული მხილებები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და რომელმაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ამერიკელი ხალხის შესაძლებლობა ენდონ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის მთლიანობასა და პატიოსნებას. ეს ძალიან გავს იმ Deep State-ის წარმომადგენლების ქმედებას, რომლებიც ცდილობენ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შეჩერებას. მედიაში ყავს ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ამ პროცესის თანამონაწილეები იყვნენ. მათ ხელში ჯერ კიდევ 2017 წლის იანვრის დასაწყისშივე აღმოჩნდა ობამას მიერ შექმნილი დაზვერვითი შეფასების ადრეული ვერსიები. ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება და სამართლის უზენაესობა. მთავრობის მეთაურმა ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ევროპისთვის საქართველო არის უმნიშვნელოვანესი და იმედოვნებს, რომ ევროპელი ბიუროკრატები პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს ის თუ რას ასე ვთქვათ გვიყენებენ სასწორზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. როდესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება, მე მგონი არჩევანის გაკეთება არის მარტივი. ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის არანაირად მომგებიანი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა რომ ამით რაღაცნაირად მეხუთით სადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება ამით მიიღონ ამ ადამიანებმა. ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება, როგორც იყო 4 წინა მცდელობა წარუმატებელი, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში. გავიხსენოთ რა ხდებოდა ომის შემდეგ, ხო, როგორ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლიდა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რიტორიკის გამძაფრებას და შემდეგ, ყველა ეს ნაბიჯი ხო მიმართული იყო ერთი კონკრეტული მიზნისკენ, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა. რეალურად იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპას, რაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია არის იძულებული იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარა ინტერესების კარნახით. თაკაც იგივესთან გვაქვს საქმე, ხო, ევროპისთვის საქართველო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხი, იგივე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთ პირობებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით. ევროპისთვის ჩვენ ისედაც ყოველთვის ვაკავშირებდით ბუნებრივად ერთმანეთთან, ევროპას და აზიას და ამ კუთხით ევროპისთვის საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაკეტოს ურთიერთობები საქართველოსთან, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ინტერესების კარნახით. ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების რისკები და ევროკომისიის რეკომენდაციები თემას პრემიერის გარდა სხვა პოლიტიკოსებიც ეხმიანებიან. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციით შანტაჟი ქართული ხალხის დაშინებას ემსახურება და ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს ვიზო მიმოსვლის შეჩერებას. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ თეზისს, რომ საქართველოს მოსახლეობა არაფერ შუაში არ არის. თუმცა საქართველოს მთავრობა მართლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობა დაისაჯოს მათი არარაციონალური ყველაფერს თავი დავანებოთ ხედებების გამო. ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან საკმაოდ ბევრი
ზეწოლის იარაღი იქნა გამოყენებული ქართულ ხალხზე. ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციით შანტაჟი და მუქარა, რა თქმა უნდა, ემსახურება ქართველი ხალხის დაშინებას წინა საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით, რომ მათ გარკვეულწილად არჩევანი გააკეთონ ქართული ოცნების ალტერნატიულ პოლიტიკურ გუნდზე, თუნდაც ისინი ისეთი ამორალურები იყვნენ, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობა. მარკ მალინი, მაიკლ ლი და რენდ პოლი ვინ არიან ის სენატორები, რომლებმაც მეგობარი აქტის მიღება დაბლოკეს. სამივე დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრია. ერთი მისი პირადი მეგობარია, მეორე რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ფრთისა და პრეზიდენტის მთავარი მოკავშირე ევრდულ საკითხებში, მესამე კი აქტიურობს ფისკალურ და საგარეო პოლიტიკაში და ეწინააღმდეგება უცხოურ ჩარევებს ქვეყნების შიდა საქმეებში. გავლენიანი სენატორების პოზიციას ქართული ოცნება, როგორც ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას განიხილავს. ოპოზიცია კი იმედოვნებს, რომ შეფერხება დროებითია და მეგობარ აქტს ვაშინგტონი საბოლოოდ მაინც მიიღებს. მეგობარი აქტის მიღება ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვაკვირდებით ამ პროცესს და ერთადერთი შეგვიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ეს აქტი იქნება მიღებული და მიიღებს კანონის ძალას იმისათვის, რომ როგორღაც შევაჩეროთ, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ოცნებამ შეაჩეროს ის არალეგიტიმური და ძალადობრივი ქმედებები. გაუგრძელდება საუბარი მეგობარი აქტთან დაკავშირებით, თუმცა ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამი სენატორი ბლოკავს მეგობარი აქტის მიღებას. ჩვენი პოზიცია მეგობარი აქტთან დაკავშირებით იყო ნათელი, მართული გუნდის განცხადებით მეგობარი აქტი არის Deep State-ის მიერ წახალისებული. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუჭერს მხარს მეგობარი აქტის მიღებას და ჩვენი ის პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა, დაუბრუნდება თავის ფორმატს და კიდევ უფრო გამტკიცდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება უცვლელია. ამის შესახებ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით შეწყალება პოლიტიკური აქტია, მიზანი კი სრულყოფილი არჩევნების ჩატარებაა. მე დღიდან ასე ვთქვათ არჩევისა საკმაოდ არც თუ ისე მცირე შეწყალების აქტი განმახორციელეთ და ეს არის პროცედურა, როცა ხდება შესაბამისი განცხადებით მიმართვა პრეზიდენტის მიმართ, რომ მოხდეს ეს აქტი. ყველას მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. და ის ძალები, რომლებიც საზოგადოება მიცის, რომ გამოთქვეს სურვილი და აპირებენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, და იქიდან გამომდინარე, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები არიან ამ ეტაპისთვის გისოსებს ღირმა, მათ დაარღვიეს კანონი და აქედან გამომდინარე, მათ მოუწიათ პატიმრობა, ხომ? მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ კონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში. ეს არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, რაიმე სახით ვინმესგან დამცირებას, თუ ესე უყურებ პროცესს, რომ შენ გინდა საქართველოში არჩევნების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რა არის აქ ასე ვთქვათ მიუღებელი, რომ იგივე მიმართულებით განახორციელო ეს პროცესი და გამოიყენო ეს შესაძლებლობა. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას კახი კალაძე აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის ეთერში თავად განაცხადა. მისივე თქმით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში იქნება და ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაც გაიხსნება. მე გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრმა ამაზე პირდაპირ ღიად ისაუბრა და უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა, ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომელიც აქტუალურია. ქართული ოცნება არის ის ზალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში, როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე მერების თვალსაზრისით მიიღებს 100%-იან გამარჯვებას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემაჯამებელ დასკვნას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა რიგით მოქალაქეებზე არ აისახება. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას არსებული გამოწვევების ფონზეც კი, რაც ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. ფონდის ანგარიშში საქართველოში ეკონომიკური დინამიკა დადებითად არის შეფასებული. კარგია პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა 7,2% ფარგლებში უნდა იყოს. მე არ ვიცი რას ეყრდნობა კონკრეტული ციფრები და მონაცემები, მაგრამ საზოგადოება კარგად ხედავს და კარგად გრძნობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება არა პენსიონერისათვის, არა სტუდენტისათვის, არამედ ეკონომიკა იზრდება ერთი კონკრეტული კლანისათვის. იმის ფონზე, რომ სოფლიოში ეკონომიკური რეცესია არის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ დაბალი არის ეკონომიკური ზრდა და მთლიანად რეგიონში, როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით საომარი ასე ვთქვათ, კონფლიქტური სიტუაციები მძვინვარებს, საქართველოს ინარჩუნებს სტაბილურობას, ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს არის ხელისუფლების ძალიან პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგი იმისა, რომ არ წამოეგო ხელისუფლება არც ერთ პროვოკაციას და მათ შორის იმ მოწოდებებს, რომელიც სანქციებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული იყო. დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროს დავით სუჯაშვილს ელოდებიან რამდენიმე საათში გენერალურ პროკურატურაში. მისი გამოკითხვა ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების საქმეზე დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. გუშინ უწყებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გამოიკითხა. გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში ვარკეთილში, თვალჭრელიძის პირველ ნომერში, სადაც 150-მდე ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ მძიმე პირობებში ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. არსებობს სამხარაულის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც შენობას დაზიანების მეოთხე ხარისხი აქვს. გამოსახლების თაობაზე სასამართლოს შენობის მეპატრონემ კომპანია Black Sea Property მიმართა, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მოსახლეობასთან შეთანხმების მოლოდინში, თუმცა საბოლოოდ უშედეგოდ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობაში შეჭრილი 285 პირიდან დევნილი სტატუსი მხოლოდ 58-ს აქვს, მათგან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილებულია 24-29-ს კი სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს. აქედან ნაწილმა დადებითი პასუხი უკვე მიიღო. რა მდგომარეობა ადგილზე ლუკა ჩანგელიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ლუკა, გისმენთ. ანუკა თვალჭრელიძის ნომერ 1-ში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ. ისინი ახლა იმყოფებიან სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც 5 ავარიული შენობა არის განთავსებული და სადაც იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან შესახლებულები ამ შენობა ნაგებობებში. მათ უკვე ეცნობათ გადაწყვეტილების შესახებ, რომ დღეს უნდა დატოვონ ეს ნაგებობები, თუმცა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მათი გამოსახლების პროცესი. თავად მოსახლეობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, რომელიც დედაქალაქის ისგან მიიღეს, მათ სხვა მოთხოვნები აქვთ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ მოთხოვნების შესრულებას ელოდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან. მანამდე მე მინდა ახლა კადრში გაჩვენოთ თავად ის მდგომარეობა, რაც ადგილზეა. ხედავთ, რომ აქ მოსულები არიან პოლიციის წარმომადგენლები, ასევე აქ იმყოფებიან სახანძრო სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი შემთხვევებისთვის და ახლა კადრში ასევე გაჩვენებთ უშუალოდ შენობებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე თვალჭრელიძის ნომერ 1-ში არის განლაგებული. თითქოს ერთი შეხედვითაც კი თვალსაჩინოა ის, რომ შენობები გარკვეულწილად საფრთხე შემცველია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ამას ადასტურებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნას, რომლის თანახმადაც ნებისმიერ წუთას შეიძლება რომ ავარიულმა შენობებმა რღვევა დაიწყოს, რადგანაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ დემონტაჟზე ქვემდებარება და მათში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც უკვე გითხარით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები უკვე იმ ეზოში იმყოფებიან, სადაც 5 შენობა არის განთავსებული. ისინი ახლა მოსახლეობას გარკვეულ დროს აძლევენ იმისთვის, რომ აღნიშნული ტერიტორია დატოვონ. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ თავად ადგილობრივების თქმითაც მერიამ, დედაქალაქის მერიამ მათ გაუკეთა შეთავაზება ამ შენობებიდან დროებით ქირავნობით გაყვანის შესახებ, თუმცა მოსახლეობას სხვა ალტერნატივის შემოთავაზების სურვილი აქვს თავად მერიის მხრიდან და ასევე აქვს გარკვეული მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც მუნიციპალიტეტისგან ელოდებიან. თუ მოგცემენ თავშესაფარს სამ-სამი შვილით ქუჩაში ვრჩებით, სად წავიყვანო შვილები? არცა წასასვლელი არა გვაქვს. არაფერი საშიშროება არ არის. მოიყვანეს ექსპერტი, გვაჩვენეს რამე? არ არის ავარიული კორპუსი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა პირველად 2024 წლის 11 ივნისს მიმართეს აქ მცხოვრებ ადამიანებს შენობების დატოვების მოთხოვნით, როგორც იცით, ხუთივე შენობა ასევე კერძო საკუთრებაშია, ის არ არის სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობა ნაგებობები და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად ავარიული შენობები საფრთხის შემცველია აქ მყოფი ადამიანებისთვის, რადგანაც ისინი შავი კარკასის მდგომარეობაშია, ასევე ეს არ არის საცხოვრებლად განკუთვნილი შენობები, არის ძველი ქარხნის ტერიტორია და შესაბამისად როგორც ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეს შენობები ამორტიზებულია, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მათში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები უკვე აქ იმყოფებიან, ისინი ახლა შესულები არიან მოსახლეობასთან, რათა აცნობონ, რომ უკვე უნდა დატოვონ შენობა და შემდგომში უკვე მერია მათთან მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ქირავნობის საკითხთან დაკავშირებით. განხორციელდა არაერთი ვიზიტი და გაფრთხილებული იქნა არაერთხელ აქ მცხოვრები ადამიანი. აღნიშნული შენობები, რაც ყველაზე მთავარია, წარმოადგენს ავარიულ შენობებს. ამაზე, რა თქმა უნდა, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება. ასევე კრედიტორი გამხარე გამოთქვამდა მზადყოფნას სახელმწიფო უწყებებთან ერთად დახმარებოდა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ხალხს სხვადასხვა ფაქტებში ქირით გაყვანით. დიახ, რაც შეეხება გამოსახლების პროცესს, ორჯერ იყო უკვე ჩანიშნული, თუმცა ისევ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და მათ შორის მოლაპარაკების შესაძლო განხორციელების გამო ორივეჯერ იქნა გადადებული. დღეს უკვე არსებობს, როგორც თავში აღნიშნეს, სამხარაულის დასკვნა და შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული საახსნელო მოქმედება. რამდენიმე წუთში დაიწყებს აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეების ტერიტორიიდან გამოყვანის პროცესს, როგორც უკვე გითხარით, მათ ეცნობათ იმის შესახებ, რომ მერია მიიღო გადაწყვეტილება ეს ადამიანები ქირით გაიყვანონ ამ ტერიტორიიდან, ავარიული შენობებიდან, რომელიც მათთვის საფრთხის შემცველია. აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად აქ იმყოფებიან სამართალდამცავები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და მეხანძრე მაშველები, რომლებიც გადაუდებელ შემთხვევაში აქ მყოფ ადამიანებს დახმარებას გაუწევენ. მადლობა ლუკა, ეს იყო ლუკა ჩანგალია და პირდაპირ ჩართვა ავარკეთილიდან, სადაც თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე ავარიული კორპუსებიდან მოსახლეობის გამოსახლება უნდა დაიწყოს სულ მალე. საათზე ცოტა ხანი გაგრძელდა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ჩარაგანის სასახლეში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები დელეგაციების ხელმძღვანელებმა გააკეთეს. რუსტემ უმეროვის თქმით, უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად არის. კიდევ ერთი თემა, რომელიც კიევმა შეხვედრაზე წამოწია, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაა, თუმცა რუსული მხარის განცხადებით, ლიდერების შეხვედრა სათანადოდ უნდა მომზადდეს. სტამბოლის მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ მხარები სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე და დაჭრილი 1000 სამხედრო ტყვე უკვე დაიბრუნა. შეთანხმების მიღწევამდე კი უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის თავდასხმის სამიზნე ოდესა გახდა. ღამით ოკუპანტმა ქალაქის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. ხანძარი გაჩნდა ოდესის ერთ-ერთი ცნობილი ბაზრის ტერიტორიაზე, დაზიანებულია ქალაქის ცენტრალური ისტორიული ნაწილი, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობას წარმოადგენს. დარტყმა მიიტანეს რუსებმა ჩერკასეთს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია 7 მოქალაქე, მათ შორის არის ბავშვიც. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. სოჭის მიმდებარედ ნავთობგადამამუშავებელი საწარმო იწვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. მიმდინარე ომს და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან უკრაინისთვის იარაღს შეისყიდიან და გადაიხდიან შეიარაღების საფასურის 100%-ს. დღეს ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.